გუნდამ ასევე პირველ რაუნდში მოიგო დიმიტრი ფიფიას. ანუ 3-3 მოგებით მოვიდნენ აქამდე. ეს არის მათე დუმბაძე, ბათუმელი და მისი მეტოქი არის საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ქუთაისი. აქ აშკარად 70 კილოგრამში წონის ლიდერის საკითხი წყდება. ილშან სეიდოვი ჩვენი რეფერი თბილისელი დუმბაძე არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი, არ მახსოვს საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ გუშინ საერთოდ ამდენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ისე როგორც ვატიანმა წინ გვაქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობები წესით. ორივე მემარჯვენეა ზომაწონით სიმაღლით დაახლოებით ერთნაირი. შეუტიებატიანმა ცოტათი მაგრამ მოახვედრა ჯები მარცხენა მარჯვენა უფრო აქტიურად დაიწყო ქუთაისელმა. ამჯერად ისეთი კარგი შემხედვი დარტყმა ჰქონდა მათე დუმბაძეს და რაუნდიც აი ამით მორჩა. დუმბაძეს ერთი ხმა, ვატიანს 4. დემით ლოჩკო ისრაელელი და ნიკოლოს ტალიაშვილი რუსთაველი გახდნენ აქ ბრინჯაოს პრიზიორები. წინ გვაქვს აი ამის გარდა კიდევ 3 ფინალი. მეორე რაუნდი.
ჯერჯერობით აქაც უფრო დამაჯერებლად უჭირავს თავი დუმბაძეს. უჭირს შეტევაზე გადასვლა მათე დუმბაძეს. აი ქონდა შედეგიანი დარტყმა, აქაც წინა ხელით მიწვდა დუმბაძე, შემდეგ ის დარტყმები მოიგერია რატიანმა, მაგრამ ეს ბოლო მონაკვეთი აღინიშნა დუმბაძის აქტიურობით. შემდეგ კამარი მოუსინჯა რატიანმა შეაჩერა რეფერიმ და რა ხდება, ხო, კამარიმ და გამოაჩინეს ფორმა აქვს შესასწორებელი დუმბაძეს. გახურდა გაჩაღდა, ესეთი კარგი ბრძოლა. მაღალ დუმბაძის შეტევა იყო. კიდევ მარჯვენა ხუთი მოარტყა დუმბაძემ. ესეთ გარდატეხა მან აი ამ ბრძოლის მიმდინარეობა ყოველ შემთხვევაში მეორე რაუნდის მეორე ნახევარში დუმბაძე უკეთესი იყო. აი ხომ ნახოთ რას გვეტყვიან ამის შესახებ, ამის თაობაზე მსაჯი. კი ბატონო, ასე არის ნამდვილად, ანუ 4-1 იგებდა რატიანი, ეხა 1-0 იგებს დუმბაძე, ანუ 1 მსაჯთან მას ორი რაუნდი მოგებული აქვს, ყველაფერი წინა 4 მსაჯთან არის 19-19. და ყველაფერს გადაწყვეტს მესამე რაუნდი. მინიმალური უპირატესობა აქვს უკვე მათე დუმბაძეს. ხარატიანს აქვს უკვე მოსამატებელი. კარგად გაეცალა. ასე დუმბაძე ესეთება ეტყობოდა, ეხლა ბაგირებში გაიხლარდა ხარატიანი ისე უნდა და შედეგიანი ახაც შეეხო ხელთათმანით. ხარატიანის ჩაფხუს დუმბაძე ჯერაფერია გადაწყვეტილი აქ. რატიანი შეტევაშია, შემტევი დგომი აქვს შეგვიძლია ასე ვთქვათ. ასრომას დაწყება დუმბაძემ. აქაც დაახევინა უკან. აქაც გააკავა. ახლა ფორმა უკვე აქვს რატიანს მოსაწესრიგებელი. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ფინალი გვაქვს. სადაც მაინტონის ლიდერის ვინაობა უნდა გაირკვეს. უნდა იქ კლასები ჯებით ორჯერ ზუსტი დარტყმა რატიანს კიდევ ერთხელ გაუშვეს ის კამრის შესასწორებლად და ბევრიც არ დარჩა საცაა ჩაქუჩების ხმა იქნება ვერაფერს ვერ გეტყვით ისეთი შემიძლია ის გითხრათ რომ რატიანს დუმბაძეს ჰქონდა მცირე მინიმალური უპირატესობა ერთ საათთან იგებდა თუმცა ეხლა რატიანმა მოახვედრა ორჯერ შეიძლება ეს დაბოლოება მარცხენა პირდაპირ რატიანი შეიძლება ეს დაბოლოება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს თუმცა ისელის სასარგებლოდ კარგი ბრძოლა იყო ორივე მხრიდან პირველი რაუნდი მოიგო რატიანმა მეორე მოიგო დუმბაძემ და მესამე ვინ მოიგო აი ახლა იქნება ცნობილი ძალიან მალე თავიდან თითქოს იმ მინიმალურ უპირატესობას დუმბაძე ინარჩუნებდა მაგრამ რაუნდის ბოლოსკენ
უფრო აქტიური იყო საბა რატიანი. ერთ საჭთან მოგებული აქვს დუმბაძეს, შეგვიძლია დანამდვილებით თქვა, ხმები თუ არ გაიყო მისი მოგება იქნება, თუ გაიყო შეიძლება ორივე მოიგოს. ერთ-ერთი ესეთი მთავარი გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ახლა დღევანდელი დღის. ყოფილი გადაწყვეტილება. წითელი კუთხე შეინარჩუნა ის უპირატესობა დუმბაძემ. უკმაყოფილო გამოვიდა რატიანი. ნახოთ აბა მესამე რაუნდი კონკრეტულად როგორ შეფასდა. 3-2 იქნება ალბათ ანგარიში. არა 4-1 გამოვიდა მესამე რაუნდი დუმბაძემ მოიგო 4 საჭთან. ერთ მნიშვნელობა არ ქონდა აი 4 მერყევ საჭოების 3-1 მოიგო. დუმბაძემ საბოლოო ჯამში მოიგო 4-1 და მოიგო გიორგი კანდელაკის საერთაშორისო ტურნირი. მათე დუმბაძე, შემდეგ საბა რატიანი და ამ წონაში პლუს ნიკოლოზ წალიაშვილი ყავს ჩვენ ბრინჯაოს პრიზიორი. საბოლოო